სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია. ეს ის აგნებია, რომლებსაც მე-12 კლასელები პირველ ეტაპზე აბარებენ. მოსწავლეები გამოცდას ტესტირების სახით კომპიუტერით გადიან და პასუხს ტესტის შევსებისთანავე გებულობენ. მე-12 კლასელებთან ერთად გამოცდის ჩაბარება იმ მე-11 კლასელებსაც შეუძლიათ, ვინც გასულ წელს ვერ ჩააბარა. გამოცდაში 1700-მდე ბათუმის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეა რეგისტრირებული. ამათგან 1678 მე-12 კლასელი. დღეს დაიწყო სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გამოცდებზე მონაწილეობენ მე-12 კლასის მოსწავლეები და ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს დაძლეს საშუალო საფეხური, მაგრამ არ გასულან საატესტატო გამოცდებზე, ან გავიდნენ და გასულ წელს ვერ დაძლეს ბარიერი. ამ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ და მონაწილეობენ საატესტატო გამოცდებზე. ამ ეტაპზე გამოცდები მიმდინარეობს 4 საგანში. საშუალო სირთულის გამოცდები იყო, გუშინ ჩაგვიტარდა პრეტესტები, ეს იყო გამომცდელი და მაინც თავიდან შიში მოგვხსნა და შემდეგ დღეს საშუალო სირთულის იყო, მაგრამ მაინც იყო დაძაბულობა ცოტა და ნერვიულობაც, მაგრამ მაინც წარმატებით ჩავაბარეთ და იმედია ყველა ჩააბარებს წარმატებით. ის მოსწავლეები, რომლებიც რომელიმე საგანში ზღვარს ვერ გადალახავენ ან გამოცდაზე ვერ გამოცხადებიან შესაბამის საგანს, წლის ბოლოს დანარჩენ 4 საგანთან ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკასა და ისტორიასთან ერთად ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად 2013-2014 სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასელებში გაიმართება. თუ მოხდა ისეთი რამ, რომ რომელიმე მოსწავლემ ვერ გადალახა ის ზღვარი, რომელიც თვითონ პროგრამა თვითონ გამოთვლის და დაუდგენს სკოლას, მათ ექნებათ საშუალება გაზაფხულზე იმ დანარჩენ 4 საგანთან ერთად კვლავ გადააბარონ, ასე ვთქვათ, ეს მათთვის მძიმე საგანები და გაზაფხულზე იქნება ის, რომ ერთდროულად ჩააბარებენ ის მე-11 კლასელები, რომლებიც დაამთავრებენ ამ 4 საბუნებისმეტყველო საგანს და მე-12 კლასელები დარჩენილი 4 სკოლის დამამთავრებელი საგნობრივი გამოცდით. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურია ჩართული. საქართველოს 1500-მდე საჯარო სკოლაში გამოსაშვები გამოცდები 4 დღის განმავლობაში ჩატარდება.